დაბადებიდან გადასაღებ მოედანზეა. მშობლები რეჟისორები ყავს და ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მომავალს აუცილებლად კინოს დაუკავშირებდა. საბოლოოდ სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. მეორე პროფესიად მარკეტინგი და მენეჯმენტი აირჩია. 12 წლიდან მუშაობს, გადატვირთული გიჟური გრაფიკი, მუდმივი გადარბენა და მღელვარება განო მელითაურისთვის უკვე ყოველდღიურობაა. თავადაც ემოციურია, ყველაფერს მძაფრად აღიქვამს, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე მეუღლეს კოტე თოლორდავას ან ოჯახის სხვა წევრებს ეხება. მე ვფიქრობ, რომ საჭიროზე მეტად ემოციური ვარ, თუმცა მგონია, რომ ემოციურობა სხვარი ესე არა აქვს. ანუ ყველა ადამიანისთვის ორგანული არის ის ემოციური მარჟა, რომელიც აქვს. თქვათ, მე მაგ გადაღება თუ რაღაც პროექტს ვაკეთებ, ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრეზენტაცია მაქვს, ან კოტეს რაღაც საპასუხისმგებლო, რა თქმა უნდა, ანუ ბოლომდე ვარ ჩართული და აქედან გამომდინარე მღელვარების მომენტი მაქვს, ან იგივე კოტეს პრემიერა თუ არის, პრემიერის წინ ყოველთვის კოტე რო ღელავს, ეს ავტომატურად მეც ძალიან ვღელავ და მინდა რომ კაი გამოვიდეს. ვიღაცა შეიძლება დადარაგოი დარაგოი სარდომილი ბეზე ესეთი ურთიერთობა მოსწონს. ჩემი და კოტეს ურთიერთობის კარდიოგრამა ძალიან ეიფორიულია და ჩვენ ეს მოხდა, ჩვენთვის ეს არის ორგანული და არ გწყინდება ესე. ორი შვილის დედა განო მაშინაც ღელავს, როცა 6 წლის კატო და 2 წლის თარაში მშობლისგან შორს ისვენებენ. ხშირად ურეკავს ტელეფონზე და თავს მოუსვენ, რადაც გრძნობს. ბავშვებზეც მქონდა რა რაღაც პერიოდი, რომ მე არ დაემართოს, არ დავარდეს ესე ისე, იმიტომ რომ მოხდა რამდენჯერმე ფაქტი, რომ უჩემოთ როცა გავუშვი, ან ხან საქანება მოხდა უპატარა ბიჭს, რაღაც ხან ხელი დაიწვა, ხან რაღაცა და ხო ხტები ცოტა გაფეტიშებულად დამემართა რომ რაღაც, მაგრამ დეჩემსაც თურმე თავის დროზე როცა ეს მომენტი ქონდა, ბებია ჩემი თამარი იშხნელი ასწავლიდა, რომ არ შეიძლება შვილზე ესე გაგიჟებით და მე ეს დეჩემა მეც გადმომცა, ანუ და სულ მეუნება რომ გაატარე, ანუ დაბლოკე შენ თავში ეს რაღაცა მისტერიული დამოკიდებულებები და რაღაცა განსაკუთრებული მღელვარებები. ხა დასასვენებლად არიან ბავშვები ორი, დეჩემს და მამაჩემს ყავს დაყვანილი და ხან დეჩემს და მამაჩემს რა გაყავთ, დამშვიდებული არ, მაგრამ მისტერიულად დღეს სამჯერ თავიდან ურეკავდი, იმიტომ რომ ძველი სახლი არის თელავში გვაქვს სახლი და ძველი ხის კიბეები აქვს და 5 წუთში ერთხელ ურეკავდი, რომ მარტო ხო არ ჩავიდა, კიბეებზე არ ჩაუშვათ მარტო. და ხა სულ თარეშ და ნერვიულობ, რომ მარტო არ ჩავიდეს, მარტო არა მოვიდეს, ფანჯარასთან ხო არ მიდის და რაღაც პანიკები მქონდა. მაგრამ აი ჩემთვის ვიღწი მაქსიმალურად, ანუ ვცდილობ, რომ ადეკვატურობა შევინარჩუნო, ანუ შვილებთან მიმართებაში. მიუხედავად ემოციურობისა, როცა საქმე შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, მობილიზებული ხდება. ყოველთვის ზუსტად იცის კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვებს რა პროცედურა შეიძლება დასჭირდეთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევები ოჯახში ძალიან იშვიათია. ერთი რისიც მეშინოდა იყო გადაბჟირება, აი ბავშვმა რო იცის ხო იცი პატარა ბავშვმა იციან გადაბჟირება და ტასოზე სანამ პატარა იყო, ეგ ის თემა არის, სადაც ხვდები აბსოლუტურად უნარა და ესე კოტეს ფაქტიურად ვესროლე და გავიმალე რომ ვაიმე თუ რაღაც და დაჟე აი თარაში სამთონდა კოტე აჭმეოდა სოსკით ბოთლით, იმიტომ რომ მე მეშინოდა, ნუ ყველაფერს მეუკეთებდი რა თქმა უნდა, მაგრამ აი გადაცდენის მეშინოდა რა. ეხა ანუ ნელ-ნელა მე ეგეც დაუძლიეთ. ნერვიულობის დროს ყოველთვის განსხვავებულია, ხან ბევრს ეწევა, ხან უკონტროლოდ მიირთმევს, ხან საერთოდ ჩუმდება, ამიტომ ცდილობს ზედმეტ მღელვარებას თავი აარიდოს და თავისი დაძაბული რეჟიმი ნაკლები ემოციებით აღიქვას.